ერნესტ ჰემინგვეი, ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება. საუზმობის დრო მოატანა. ისინი სასადილო კაროის მწვანე ფარდულის ქვეშ ისხდნენ და თავი ისე ეჭირათ, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყო. ლიმონის წვენს მიირთმევთ თუ ლიმონადს? იკითხა მაკომბერმა. კოქტეილს, უპასუხა რობერტ უილსონმა. მეც კოქტეილს, თქვა მაკომბერის მეუღლემ. რაიმე მაგარი მინდა დავლიო. ხო, რა თქმა უნდა, კოქტეილი ჯობს, დაეთანხმა მაკომბერი. უბრძანეთ ბიჭს სამი კოქტეილი შეაზავოს. ზანგი ბიჭი ისის იყო იღებდა ბოთლებს სველი ტომრებიდან. კარავზე მოჩრდილებულ ხეებს შორის ნიავი ქროდა და ჩაციებულ ბოთლებს ორთქლავდა. რამდენი მივცე? კითხა მაკომბერმა. გირვანქა ეყოფა, უპასუხა უილსონმა. ნუ გაანებივრებთ. უფროს მივცე და ის გაუყოფს, არა? ხო, ასე აჯობებს. ნახევარი საათის წინ ფრენსის მაკომბერი ბანაკის საზღვრიდან კარვამდე ზეიმით მიაცილეს მოსამსახურე ბიჭებმა, მზარეულმა ყასაბმა და მებარგულეებმა. მეთოფეები პროცესიაში არ მონაწილეობდნენ. როდესაც ზანგებმა მაკომბერი მიწაზე ჩამოსვეს, მან ყველას ჩამოართვა ხელი, მოისმინა მილოცვები, კარავში შევიდა და ცოლის გამოჩენამდე საწოლზე იჯდა. ცოლს ხმა არ გაუცია. მაკომბერი გარეთ გავიდა. საგზაო ტაშში ხელპირი ჩაიბანა და სასადილო კარავთან ტილოს სავარძელში ჩაჯდა. კი, ხომ მოკალით ლომი, უთხრა მას რობერტ უილსონმა. მერე და რა ლომი? მისის მაკომბერმა გადახედა უილსონს. მაკომბერის მეუღლე ძალიან ლამაზი და თავნება ქალი იყო. სილამაზემ და საზოგადოებრივმა მდგომარეობამ 5 წლის წინათ 5,000 მოუტანა მას. გამოხმაურების ფასი, ფოტოსურათის თანდართვით, კოსმეტიკურ საშუალებაზე, რომელიც მას არასოდეს არ უხმარია. იგი ფრენსის მაკომბერს 11 წლის წინათ გაჰყვა ცოლად. მართლაც ხომ კარგი ლომი იყო, თქვა მაკომბერმა. ახლა ცოლმა მას გადახედა. ქალი ორივე მამაკაცს ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავსო. ერთ მათგანს თეთრკანიან მონადირე უილსონს მართლაც პირველად ხედავდა. იგი საშუალო ტანის კაცი იყო, ქერათმიანი, ჯაგარა ულვაშებით, წითელი სახითა და ძალიან ცისფერი ცივი თვალებით, რომლის კუთხეებშიც გაღიმებისას მხიარული თეთრი ნაოჭები ჩნდებოდა. ახლა ის მისის მაკომბერს უღიმოდა. ქალმა მონადირეს თვალი აარიდა, ზერამის ხალვად ფრენჩზე დაქანებულ მხრებზე და გულჯიბესთან დამაგრებულ 4 ვაზნაზე გადაიტანა. ჯერ უილსონის მზით გარუჯულვეება ხელებს შეავლო თვალი, შემდეგ ნახმარ სპორტულ შარვალს და მტვრიან ფეხსაცმელებს. მერე ისევ მის წითელ სახეზე გადაიტანა მზერად. ქალმა შენიშნა, რომ მზისგან დამწვარ სახეზე წითელი ფერი ფართო ფარფლებიანი ქუდის თეთრი ნაკვალევით თავდებოდა. ქუდი ახლა კარვის ლატანზე დაჭედებულ ლურსმანზე ეკიდა. ლომზე გამარჯვებისა დავლიოთ, თქვა უილსონმა და ისევ მაკომბერის ცოლს გაუღიმა. ქალმა კი ცნობის მოყარე თვალით შეხედა ქმარს. ფრენსის მაკომბერი მაღალი ტანის მოხდენილი კაცი იყო, ნაკლად თუ არ ჩავთვლით სწორედ მის სიმაღლეს. შავი თმა მენიჩბესავით მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი. მას ლამაზ მამაკაცად თვლიდნენ. ეწვა ისეთივე სანადირო კოსტიუმი, როგორც უილსონს, ოღონდ მთლადახალი და ძალზედ შემოტმასნელი. 35 წლისა იქნებოდა. რამდენჯერმე აიღო პირველი ადგილი მეთევზეთა შეჯიბრებაში. ჯოგბურთზე ჩინებულად თამაშობდა და სწორედ ახლახან ყველას თვალწინ გამოიჩინა სიმხდალე. მას ლომზე გამარჯვებისა იყოს, თქვა მან. თქვენ სიკეთეს ვერასოდეს ვერ დავივიწყებ. მარგარიტმა, ფრენსის მეუღლემ, მზერა ისე უილსონზე გადაიტანა. მოდით ლომზე ნუღარ ვილაპარაკებ, თქვა უილსონმა და ქალს შეხედა. ახლა ქალმა თვითონ გაუღიმა. უცნაური დღე იყო, თქვა მარგარიტმა. თქვენ კი გიჯობთ ქუდი დაიხუროთ. შუადღისას ფარდულის ქვეშაც აცხუნებს, ამას თქვენვე მეუბნებოდით. შეიძლება დაიხუროს კაცმა, თქვა უილსონმა. იცით, მისტერ უილსონ, ძალიან წითელი სახე გაქვთ, უთხრა მარგარიტმა და ისევ გაუღიმა. ბევრს ავსვამ, უპასუხა უილსონმა. არა მგონია მაგის ბრალე იყოს, თქვა მარგარიტმა. ფრენსისიც ბევრს ასვამს, მაგრამ სახე არასოდეს უწითლდება. დღეს გამიწითლდა, სადახუმრობა მაკომბერმა. არა, თქვა მარგარიტმა, ეს მე ვწითლდები დღეს, ხოლო მისტერ უილსონს სახე მუდამ წითელი აქვს. ალბათ რასის ბრალია, თქვა უილსონმა. საერთოდ გვეყოფა ჩემს სიწითლეზე ლაპარაკი, თქვენ რა სიტყვით? მე მხოლოდ ახლა დავიწყე. ხო და გავათავოთ, თქვა უილსონმა. მაშინ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, იკითხა მარგარიტმა. ნუ სულელობ მარგო, შეუბღვირა ქმარმა. როგორ თუ რაზე, თქვა უილსონმა. აი მოუკალით მშვენიერი ლომი. მარგარიტმა მამაკაცებს შეხედა. მათ შენიშნეს, რომ ქალისაცა ატირდებოდა. უილსონი მოელოდა ამას და ეშინოდა. მაკომბერს კი დიდი ხანი აღარ ეშინოდა ასეთი რამეების. ოხ, ნეტავ ეს ამბავი არ მომხდარიყო, თქვა ქალმა და კარავისკენ წავიდა. ხმა არ გაუღია, მაგრამ მამაკაცებმა დაინახეს ვარდისფერ ტილოს ხალათში გამოკვალთულს, როგორ აუთრთოლდა მხრები. ქალური ხუშტურია, თქვა უილსონმა. ნერვების ბრალია, გაუვლის. არა, თქვა მაკომბერმა. რაც გადამხდა, ნამდვილად არ მეპატიება. სისულელეა, უთხრა უილსონმა.
მოდით ვისკი დავლიოთ, დაივიწყეთ ეს ამბავი, მოაზვიადებთ. ნახოთ, თქვა მაკომბერმა, თუმცა იმას, რაც თქვენ ჯემთვის გააკეთეთ, არ დავივიწყებ. კარგით ერთი, თქვა უილსონმა, ეგ ყველაფერი სისულელეა. ასე ისხდნენ ტოტებ გადაშლილი აკაციების ჩრდილში. მათ უკან ქვიანი ფლატე იყო. წინ კი ქვებით დახერგილი მდინარის ნაპირებამდე მწვანე მოლი ბიბინებდა. მდინარის გაღმა ტყე იწყებოდა. წრუპავდნენ ფორთოხლის წვენს და ერთმანეს თვალს არიდებდნენ. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ბიჭები საუზმეს გააწყობდნენ. უილსონს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ზანგებმა ყველაფერი იცოდნენ. მან თვალი შეასწრო, რაც ცნობის მოყვარეობით უჭვრედდა მაკომბერს მოსამსახურე ბიჭი, რომელიც მაგიდაზე თეფშებს ალაგებდა. უილსონმა სუაჰილის ენაზე შეაგინა მას. ბიჭი შემკრთალი გაბრუნდა უკან. რა უთხარით? კითხა მაკომბერმა. არაფერი, უთხარი გაინძრეს, თორემ ვუბრძანებთ 15 როზგი უთავაზონ. როზგი? ეს რა თქმა უნდა არაკანონიერია, თქვა უილსონმა. წესით უნდა ვაჯარიმებდეთ. თქვენში ახლა კიდევ სცემენ მათ? ხო, რომ იჩივლონ ერთი აურზაური ატყდება, მაგრამ არ ჩივიან. ჯარიმას გაროს გვაურჩევნიათ. უცნაურია, თქვა მაკომბერმა. არც ისე, თქვა უილსონმა. თქვენ რომ ეს ამჯობინებდით ხელფასის დაკარგვას თუ გაროზგვას. უილსონმა უხერხულობა იგრძნო, ასეთ შეკითხვა რომ მისცა. პასუხს არ დაუცადა, ისევ განაგრძო. ასეა თუ ისე ჩვენ ყველას ყოველდღე გვცემენ. ფუი ეშმაკს. მით უარესი გაიფიქრა თეთრმა მონადირემ. დიპლომატად არ გამოვდგები. ხო, ჩვენ ყველას გვცემენ, თქვა მაკომბერმა, ისე რომ უწინდებურად არ შეუხედავს უილსონისათვის. საშინლად არ მსიამოვნებს დილანდელი ამბავი. ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩება, ხომ? იმედი მაქვს ვერავინ გაიგებს. თქვენ გულისხმობთ მოუყვები თუ არა ამ ამბავს მატაიგას კლუბში? უილსონმა ამჯერად ცივად შეხედა მაკომბერს, ამას კი აღარ მოელოდა. მაკომბერი მხდალზე მხდალი კი არა, ბრიყვზე ბრიყვიც ყოფილა. ფიქრობდა იგი, დღემდე საკმაოდ მომწონდა, თუმცა ვინ გაუგებს ამ ამერიკელებს? არა, თქვა უილსონმა, მე მონადირე ვარ. ჩვენ არასდროს არ ვლაპარაკობთ ჩვენს კლიენტებზე. შეგიძლიათ დამშვიდებული ბრძანდებოდეთ. ამაზე ხვეწნა უხერხულიც კია. ახლა უილსონმა გადაწყვიტა, ბევრად უკეთესი იქნებოდა წაჩხუბებოდა მაკომბერს. მაშინ უილსონი ცალკე შეექცევა საჭმელს და ჭამისას რაიმეს წაიკითხავს. ცოლ-ქმარიც ცალკე ისადილებს. უილსონი მათ მარტო ნადირობისას შეხვდება, მაგრამ ურთიერთობა ექნება ძალზე ოფიციალური. რას უწოდებენ ამას ფრანგები? უაღრესად მოკრძალებულს. ასე ბევრად უკეთესია, ვიდრე მათ სისულელეებს აყვეს. უილსონი შეურაცხყოფს მაკომბერს და წაიჩხუბებიან. მაშინ უილსონს შეიძლება რაიმე იკითხოს ჭამის დროს და უწინდებურად სვას მათი ვისკი. ყოველთვის ასე ამბობენ, თუ ნადირობისას რაიმე უსიამოვნება გამოტყვრა, ხვდები სხვა თეთრ მონადირეს და ეკითხები, როგორ არის საქმე. ის კი გიპასუხებს, არა უშავს უწინდებურად სვა მათ ვისკის და მაშინვე ხვდები, რომ საქმე ხელიდან წასულა. მაპატიეთ, თქვა მაკომბერმა და უილსონისკენ მიაბრუნა ამერიკული სახე. სახე, რომელიც სიბერემდე ბიჭური რჩება. უილსონმა შეხედა მის მოკლედ შეკრეჭილ თმას, მშვენიერ თვალებს, სწორ ცხვირს, თხელ ტუჩებს და კოხტად მოყვანილ ნიკაპს. მაპატიეთ, ვერ მოვისაზრე, ბევრი რამ არის ქვეყნად, რაც კაცმა არ იცის. აბა რა უნდა ქნა ახლა, ფიქრობდა უილსონი. უნდა მაკომბერს ერთხელაც ამუდამოდ წაჩხუბებოდა, მაგრამ ამ ყეყეთში, რომელიც ის იყო შეურაცხყოფ პატიების თხონა მოუვიდა აზრად. უილსონმა კიდევ ერთხელ სცადა. ნუ ნაღლობთ, არ ვიყვედებ, თქვა მან. არ მინდა გასამრჯელო დავკარგო. იცით, აქ აფრიკაში ხალი არასოდეს არ ააცდენს ლომს, ხოლო თეთრი მამაკაცი არასოდეს არ გაექცევა ნადირს. მე კი კურდღელივით მოვკურცხლე, თქვა მაკომბერმა. ფუ, გაიფიქრა უილსონმა. აბა რაც გააწყობ კაცთან, რომელიც ასეთ რამეებს ლაპარაკობს. უილსონმა გულგრილად შეხედა მაკომბერს მეტყვია ფრქვევის გამჭრიახი თვალით. მაკომბერმა გაუღიმა, ღიმეს არაუშავდა, თუ არ შევნიშნავთ, რა უბედური გამოხედვა ჰქონდა მაკომბერს. იქნებ გარეულ კამეჩებზე ნადირობისას გამოვისყიდო, თქვა მაკომბერმა. მე მგონი ახლა მათი ჯერია. ხვალ დილითვე თუ მოისურვებთ, უპასუხა უილსონმა. იქნებ ტყუილუბრალოდაც გაუბრაზდი. მაკომბერი არ ტყუის, მართლაც ასე უნდა ეჭიროს თავი. ამ ამერიკელებს ჭიბზე რომ გასკდე, მაინც ვერ გაუგებ. უილსონს ისევ მოუბრუნდა გული. დღევანდელი დღის დავიწყება რომ შეიძლებოდეს, თუმცა რას დაივიწყებ? დილიდანვე ცუდი პირი უჩანდა. აი მე მსაიბიც მოდის, თქვა უილსონმა. მარგარიტი თავისი კარავიდან მოდიოდა დასვენებული, ხალისიანი და მომხიბლავი. მას ისეთი საუცხოო და უნაკლო სახე ჰქონდა, რომ ერთი შეხედვით სულელი გეგონებოდათ, მაგრამ მაკომბერის მეუღლე სულელი არ არის, ფიქრობდა უილსონი. სხვა რაც გნებავთ, ოღონდ სულელი არა. როგორ ბრძანდება მშვენიერი წითელსახიანი მისტერ უილსონი? ფრენსის ძვირფასო, შენ უკეთ ხარ? ბევრად უკეთ, უპასუხა მაკომბერმა. მე გადავწყვიტე დავივიწყო დილანდელი ამბავი, თქვა ქალმა და მაგიდას მიუჯდა. სულ ერთი არ არის ფრენსისი კარგად ხოცავს ლომებს თუ ცუდად. ეს მისი ხელობა არ არის. ეს მისტერ უილსონის საქმეა. მისტერ უილსონი მართლაც კარგი სანახავია, როდესაც კლავს. თქვენ ყველაფერს ხოცავთ, ხომ მართალია?
ხო, ყველაფერს თქვა უილსონმა, ყველაფერს, რასაც კი მოისურვებთ. ასეთები ფიქრობდა უილსონი, ყველაზე გულქვანი არიან, ყველაზე გულქვანი, ყველაზე ულმობელნი, ხარბნი და მაცნუნი. ისეთი გულქვანი არიან, რომ ქვრებს საწოლ ფურებად აქცევენ, ან ნევრასტენიით აავადებენ, ან იქნებ განგები ირჩევენ ისეთ ქვრებს, რომლებთანაც შეიძლებათ მორიგება, მაგრამ ეს საიდან ყავდა იცოდნენ. ისინი ხომ ადრე თხოვდებიან, ფიქრობდა უილსონი. კიდევ კარგი ამერიკელი ქალი უილსონისთვის უცხო ხილი არ არის, რადგან მარგარიტი საოცრად მიიმძიდველია. ხვალ კამეჩებზე სანადიროდ მივდივართ, უთხრა უილსონმა ქალს. მეც წამოვალ. თქვენ არ წამოხვალთ, წამოვალ. ნუ თუ არ შეიძლება, ფრენსის. იქნებ ჯობდეს ბანაკში დარჩე. არაფრის გულისათვის, თქვა ქალმა. ისეთ სანახაობას, როგორცაც ამ დილით შევესწარი, არაფრის გულისთვის არ მოვაკლდები. როცა ის გამოსატირებლად წავიდა, ფიქრობდა უილსონი, საუცხოო ქალად მომეჩვენა. თითქოს თანაუგრძნობდა ქმარს, ნაწყენი იყო მასზეც და თავის თავზეც. ხედავდა რაშიც იყო საქმე, ხოლო 20 წუთის შემდეგ ბრუნდება ამერიკული ქალური სიმკაცრით აღჭურვილი. საშინელი ქალები არიან, ნამდვილად საშინელნი. ხვალ შენთვის ისე მოვაწყობთ სანახაობას, თქვა ფრენსის მაკომბერმა. თქვენ არ წამოხვალთ, უთხრა უილსონმა. ცდებით, შეესიტყვა მარგარიტი. კიდევ ერთხელ მინდა დავტკბე თქვენი ცქერით. ამ დილით ძალზე მომხიბვლელი იყავით. თუ მომხიბლაობად ჩაითვლება ვინმესთვის თავის გაგდებინება. აი საუზმეც, თქვა უილსონმა, თქვენ მგონი ძალიან კარგ გუნებაზე ხართ. რატომაც არა, მე აქ მოსაწყენად არ ჩამოვსულ ვარ. ხო, მოწყენით ჯერ არ მოგვიწყენია, თქვა უილსონმა. მან გახედა მდინარეში ჩახერგილ ქვებს, მაღალ ნაპირს, ხეებს იმ ადგილას, სადაც ეს ამბავი მოხდა და დილა გაიხსენა. დიახაც, თქვა ქალმა, შესანიშნავი იყო. ახლა კიდევ ხვალ, ვერ წარმოიდგენთ როგორ ველოდები ხვალინდელ დღეს. ანტილოპა კუდოს ბიფშტექსი გასინჯეთ, თქვა უილსონმა. ეს დროხისებური დიდი ცხოველია და კურდღელივით დახტის, არა? აღწერილია საკმაოდ ზუსტად, თქვა უილსონმა. ძალიან გემრიელი ხორცი აქვს, თქვა მაკომბერმა. ეს შენ მოჰკალი, ფრენსის, კითხა მეუღლემ. ხო, მერე და საშიშნი არ არიან? თავს თუ დაგესხნენ კი, უთხრა უილსონმა. დიდი შეღავათია. არ შეიძლება სისაძაღლის გარეშე, მარგო, შეუღრინა ქმარმა, ბიფშტექს პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა, ჩანგალი ჩაუჭო და კარტოფილის პიურეთი, სტაფილოთი და соуსით გააწყო. კარგი, საყვარელო, თქვა ქალმა. რახან შენ ასე თავაზიანად მთხოვ? საღამოს შამპანურით დავასველოთ ლომი, თქვა უილსონმა. ახლა ძალიან ცხელა. ხო, მართლა, ლომი, თქვა მარგარიტმა. სულ არ გადამავიწყდა. აჰა, გაიფიქრა უილსონმა. ახლა ქმარს მასხარათაც იგდებს. ან იქნებ გონია ასე უნდა ეჭიროს თავი. როგორ უნდა მოიქცეს ქალი, როცა დაინახავს, რომ მისი ქმარი მხდალზე მხდალია, მეტისმეტად მკაცრია, თუმცა ქალები საერთოდ მკაცრნი არიან. ისინი ხომ ბრძანებლობენ და რა კი ბრძანებლობენ, მკაცრიც უნდა იყო. საერთოდ კმარა მაგათი ბატონობა. კიდევ გადაიღეთ შემწვარი, თავაზიანად უთხრა უილსონმა მარგარიტს. საღამოხანს უილსონი და მაკომბერი ზანგმძღოლ და ორ მეთოფესთან ერთად ავტომობილით გაემგზავრნენ. მისის მაკომბერი ბანაკში დარჩა. ცხელა და წამოსვლა მეზარებაო. მით უმეტეს ხვალ დილით აპირებდა მათთან ერთად გამგზავრებას, როცა ავტომობილი დაიძრა, მარგარიტი დიდი ხის ქვეშ იდგა, ვარდისფერ ტილოს კოსტიუმში, უფრო მიმზიდველი ჩანდა ვიდრე ლამაზი. შავი თმა უკან გადაევარცხნა და კეფასთან ჩაეხვია. სახე ისეთი ქორფა აქვს, გაიფიქრა უილსონმა, თითქოს ინგლისში იყოს. მარგარიტმა ხელი დაუქნია მათ, ავტომობილმა ბალახიანი ღარტაფი გადასერა და კვინჩხის ბუჩქნარით დაფარულ პატარა ბორცვებისაკენ ხეებს შორის ზიგზაგებით გაიკვლია გზა. კვინჩხის ბუჩქნარში წყლის ანტილოპას ჯოგი წამოყარეს, მანქანიდან ჩამოვიდნენ და გრძელი გაღუნულქებიანი ბებერი ხარიში ათვალიერეს, რომელიც მაკომბერმა 200 ნაბიჯზე ზუსტი გასროლით მოკლა. დანარჩენები დაფრთხნენ, თავგანწირვით მიქროდნენ, ფეხებს მკერდზე იკრავდნენ და ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ. ისეთივე უაზრო ნარნარი და გრძელი კამარებით ხანდახან სიზმაში რომ ვაკეთებთ ხოლმე. კარგი გასროლაა, თქვა უილსონმა. არც ისი ადვილია მაგათი მოკლა. ხომ კარგი რამეა? კითხა მაკომბერმა. ჩინებულია, უპასუხა უილსონმა. ყოველთვის ასე ისროლეთ და ყველაფერი რიგზე იქნება. როგორ ფიქრობთ, ვიპოვით ხვალ გარეულ კამეჩებს? მე მგონი ვიპოვით. ისინი საძოვრად დილა-ადრიანად გამოდიან და თუ ბედმა გაგვეღიმა მინდორში თავზე წავადგებით. მინდა როგორმე გამოვისყიდო დილანდელი ამბავი, თქვა მაკომბერმა. აბა რა სასურველია ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდე მეუღლის თვალწინ. ჩემი აზრით ეს ამბავი თავისთავად არასასიამოვნოა, გაიფიქრა უილსონმა. სულ ერთია გხედავ შენი ცოლი თუ არა. ასე ლაპარაკი ხომ სისულელია, მაგრამ მან სულ სხვა თქვა. მოეშვით ამაზე ფიქრს, პირველ შემთხვევაში ლომს შეუძლია ყველას შეუცვალოს ნირი, მორჩა და გათავდა. მაგრამ ნავახშმებს კოცონთან სოდიანი წყლისა და ვისკის შემდეგ, როცა ფრენსის მაკომბერი კოღოებისაგან თავდასაცავად მარლის ქვეშ თავის საწოლზე იწოდა ყურს უგდებდა ღამეულ ხმებს, ეს არ გათავებულა და არც ახლა იწყებოდა.
მას ყველაფერი ზუსტად ისევე ედგა თვალწინ, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა. ხოლო ზოგიერთი წვრილმანი ძალზე მკვეთრად ამოტივტივი და მეხსიერებაში და მაკომბერს აუტანელად ცხვენოდა. თუმცა სირცხვილზე უფრო ცივსა და მსუსხავს შიშს გრძნობდა. შიში იყო მასში, როგორც ყინულოვანი ნაპრალი, რომელსაც ოდესღაც მისი რწმენა ავსებდა ხოლმე. ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. შიში იყო მასში და არ ტოვებდა. ეს ამბავი წინაღამით დაიწყო, როცა მაკომბერმა გაიღვიძა ზევით მდინარესთან ლობის ბრდღვინვას მოჰკრა ყური. დვინისებური ბრდღვინვა ბურტყუნით და ხველებით თავდებოდა. თითქოს ლომი იქვე კარავთან იყო. მაკომბერი შეშინდა. მას ესმოდა ცოლის თანაბარი სუნთქვა. მარგარის ტკბილად ეძინა. მაკომბერი ვერავის ვერ ეტყო და ვერავის გაუყოფდა შიშს. ის იწვა მარტო და არ იცოდა სომალური თქმულება, რომ გულად კაცს სიცოცხლეში სამჯერ შეაშინებს ლომი. როცა პირველად ნახავს მის ნაკვალევს, როცა პირველად გაიგონებს მის ბრდღვინვას და როცა პირველად შეეყრება. მოგვიანებით მზის ამოსვლამდე, როცა ისინი სასადილო კარავში ფარნის შუქს და საუზმეს შეექცეოდნენ, ლომმა ისევ დაიღრიალა. ფრენსის მოეჩვენა, რომ ლომი იქვე ბანაკის გვერდით იყო. ბებერს წააგავს, თქვა რობერტ უილსონმა. ყავას და შებოლილ თევზს თავიანება. გესმით როგორ ახველებს? ძალიან ახლოსაა აქედან. დაახლოებით მილზე, ზევით მდინარესთან. ჩვენ ვნახავთ, შევეცდებით. ყოველთვის ასე შორს ისმის ლომის ბუხუნი, თითქოს შიგ ბანაკში იყოს. ძალიან შორს ისმის, თქვა რობერტ უილსონმა. საოცრად შორს. ეთყობა სასიკვდილოდ არის განწირული. ზანგები ამბობენ ამ მიდამოში ვეებერთელა ლომი გამოჩნდაო. სროლაზე თუ მიდგა საქმე სად დაუმიზნო, რომ შევაჩერო, კითხა მაკომბერმა. ბეჭებში, უთხრა უილსონმა, თუ შესძლებთ კისერში მოარტყათ, ეცადეთ ადგილზევე გააფრთხობინოთ სული. იმედი მაქვს არა ვაცდენ, თქვა მაკომბერმა. თქვენ შვენიერად ისურით, უთხრა უილსონმა. ნუ აჩქარდებით, დაკვირვებით ესროლეთ. პირველი გასროლა გადამწყვეტია. რა მანძილიდან ვესროლო? ძნელი სათქმელია ეს, ლომზეც არის დამოკიდებული. თუ შორს იქნებით, ნუ ესვრით, აუცილებლად უნდა მოარტყათ. ასნაბიჯზე ახლოდან, კითხა მაკომბერმა. უილსონმა თვალი გადაჰკრა მას. 100 ზედ გამოჭრილია, შეგიძლიათ ცოტა უფრო ახლოს მოუშვათ. ამაზე შორს ნურცას ვსდით. 100 კარგი დისტანცია, ასნაბიჯზე სადაც გინდა იქ მოახვედრებ. აი მე მსაიბიც. დილამშვიდობისა, თქვა ქალმა. მივდივართ ლომზე სანადიროდ, როგორც კი ვისაუზმებთ, თქვა უილსონმა. ხომ კარგად გრძნობთ თავს? შესანიშნავად, თქვა ქალმა, თუმცა ძალიან უღელა. ნახავ მზად არის თუ არა ყველაფერი. უილსონი ადგა. ლომმა ისევ დაიღრიალა. აი ახმაურდა კიდეც, თქვა მან. არა უშავს, მალე ჩავაჩუმებთ. რა მოგივიდა ფრენსის? კითხა ცოლმა. არაფერი, თქვა მაკომბერმა. რაღაც უგუნებოდ ხარ. გეჩვენება? თქვი, ცოლი დაჟინებით შეაჩერდა სახეში. ცუდად გრძნობ თავს. ეს ღრიალი, თქვა მაკომბერმა, დაალახროს ეშმაკმა. მთელი ღამე არ გაჩუმებულა. მერე და რატომ არ გამაღვიზა? მე დიდი ხალისით მოусმენდი. მე უნდა მოუკლა ეგ წეული ლომი საწყლად, თქვა მაკომბერმა. შენ ხომ მაგისტვის ჩამოხვედი აქ? ხო, მაგრამ რატომღაც ვღელავ? ნერვებს მიშლის ეს ღრიალი. უილსონის არ იყოს შენც მოჰკალი და ჩააწყვეტინე ხმა. კარგი ძვირფასო, თქვა ფრენსის მაკომბერმა. სათქმელად იოლია. მართალს არ ვამბობ? შენ რა, ხომ არ გეშინია? რა თქმა უნდა არა, მთელ ღამეს უსმენდი და ვნერვიულობ. აი მოჰკლავ და ყველაფერი რიგზე იქნება, უთხრა ქალმა. ვიცი რომ მოჰკლავ, ერთი ზული მაქვს ამ ამბის ნახვამდე. ისაუზმე და გავემგზავროთ. ასე ადრე, კითხა მარგარიტმა. ჯერ ხეირიანად არც კი გათენებულა. ამ დროს ლომმა ისევ დაიღრიალა. დაბალი ბრდღვინვა უცებ ხორხის მიერ ბრდღვინვად იქცა, ჰაერი შეინძრა. მერე ლომმა ამოიხმნაშა და ყრუ დაბალი რტვინვით გაათავა. თითქოს აქვე იყოს, თქვა მაკომბერის ცოლმა. დაალახროს ეშმაკმა, თქვა მაკომბერმა. უბრალოდ ვერ ვიტან ამ ღრიალს. შთამაგონებლად ჟღერს, შთამაგონებლად კი არა, პირდაპირ საშინელებაა. რობერტ უილსონი ღიმილით მეუახლოვდა ცოლ-ქმარს, ხელში მოკლე და მოუხეშავი მსხვილლულიანი შაშხანა ეჭირა. წავიდეთ, თქვა მან, თქვენი სპრინგფილდი და მეორე თოფი ბიჭმა წამოიღო. ყველანი მანქანაში სხედან, ვაზნები თქვენა გაქვთ? კი, მე მზად ვარ, თქვა მისის მაკომბერმა. ლომს ხმა უნდა ჩავაწყვეტინოთ, თქვა უილსონმა. ცხოლთან დაჯექით, მარგარიტი ჩემთან ერთად უკან დაჯდება. ისინი მანქანაში ჩასხდნენ და დილის ნაცრისფერ ბინდბუნდში ტყე შეუყვნენ მდინარეს. მაკომბერმა თოფის საკეტი გახსნა. დარწმუნდა რომ გატენილი იყო. ისევ დაკეტა და მცველზე დააყენა. ხელები უკან კალებდა. ჯიბეში ვაზნები მოსინჯა. კერძზე დამაგრებულებსაც შეავლო ხელი. უილსონისკენ შებრუნდა, რომელიც მარგარიტთან ერთად უკან სკამზე იჯდა. ისინი მღელვარად იღიმებოდნენ. მანქანას კარები არ ჰქონდა და გავდა თვალებზე შედგმულ კოლოფს. უილსონი წინ გადაიხარა და მაკომბერს წასჩურჩულა. ხედავთ, ფრინველების ხდებიან. ეს ჩვენი ბებერი განერიდა თავის საკბილოს. მაკომბერმა სვავები შენიშნა. ისინი ირაოს აკეთებდნენ მდინარის გაღმა აზიდული ხეების თავზე და მერე ძირს ეშვებოდნენ.
ვიდრე საკვირველოს ჩაუსაფრდება, წყლის დასალევად მოვა აქ, ხმადაბლად თქვა უილსონმა. თვალი გეჭიროთ. ისინი ნელა მიიწევდნენ მდინარის მაღალ ნაპირზე. ნაპირი ამ ადგილას ღრმად შეჭრილი იყო ქვიან კალაპოტში. ავტომობილი ზიგზაგებით მიწვრებოდა მაღალ ხეებს შორის. მაკონბერი გაღმა ნაპირს ათვალიერებდა. უცებ მხარზე უილსონის ხელის შეხება იგრძნო. მანქანა გაჩერდა. აი ისიც, გაიგონა მან უილსონის ჩურჩული. პირდაპირ მარჯვნივ, გადადით და ესროლეთ. მშვენიერი ლომია. ახლა მაკონბერმაც დაინახა ლომი. ლომი გვერდულად იდგა. უეება თავი მაღლა აეწია და მათგან მიებრუნებინა. დილის ნიავი ოდნავ არხევდა მის მუქ ფაფარს. მდინარის გაღმა ნაცრისფერ დილაბნელში ლომი ქანდაკებასავით გამოკვეთილიყო. უზარმაზარი ჩანდა. დაუჯერებლად ფართო მკერდი და გლუვი მბზინავი ტანი ჰქონდა. რა მანძილზეა? კითხა მაკონბერმა და თოფი მხრიდან ჩამოიღო. 75 ნაბიჯი იქნება. გადადით და ესროლეთ. აქედან არ შეიძლება? ლომს ავტომობილიდან არ ესვრიან. გაიგონა უილსონის ხმა. გადადით. მთელი დღე აქ კი არ იდგება. მაკონბერი ავტომობილის მრგვალ ჭრილში გაძვრა, რომელიც კარების მაგივრობას სწევდა. ლომი იმავე ადგილზე იდგა. ამაყად და მშვიდად უყურებდა უცნობ საგანს, რომელსაც უცნაური ზემარტორქის ლანდა დაღი ჰქონდა. ლომთან ვერ აღწევდა ადამიანის სუნი. აქეთ-იქით აქნევდა ვაება თავს. შიშს ვერ გზნობდა, მაგრამ წყალზე ჩასვლა ვერ გადაეწყვიტ, სანამ ეს რაღაც გამოღმა იდგა. უცებ დაინახა, როგორ გამოეყო ადამიანის გამოსახულება უცნობ საგანს. მაშინ კი თავი მიიბრუნა და სწორედ იმ წამში დაიძრა ტყისკენ, როცა ტყუის ძლიერი დარტყმა იგრძნო და გამაყრუებული ჭახანიც გაიგონა. ტყუიამ კერჩი მოხვდა და დამხრუკავი გულისრევით კუჭი გაუხვრიტა. ზორ-ზოხი დიდთათებიანი, სიმაზღრისაგან დამძიმებული და ჭრილი ლომი მაღალი ბალახებისკენ გაიძურზა. ისევ გაისმა ჭახანი. ამჯერად ტყუიამ ჰაერში გაიშხუილა, კვლავ დაიჭექა. ტყუიამ ახლა ნეკნებში გაუარა ლომს. ენაზე ცხელი ქაფიანი სისხლი იგრძნო. მაღალი ბალახებისკენ გაძუმძუმდა და იქ ჩასაფრდა, რომ ახლოს მიეტყუებინა მქუხავი რაღაც. მერე კი მოულოდნელად თავს დასხმოდა. როდესაც მაკონბერი მანქანიდან გადავიდა, სულაც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რას გრძნობდა ლომი. ძლივს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ხელები უკანკალებდა, ბარძაყები გაუშეშდა, გრძნობდა როგორ უთრთო და კუნთები. თოფი გადმოიღო, ლომს ქეჩოში დაუმიზნა და ჩახმახი გამოსწია. თოფი არ გავარდნილა, თუმცა ისე აჭერდა ჩახმახს თითს, რომ კინაღა მოიმტრია. მაკონბერს გაახსენდა, თოფი მცველზე ჰქონდა შეყენებული. ძირს დაუშვა და კიდევ ერთი უნდობელი ნაბიჯი გადადგა. ლომმა დაინახა, როგორ გამოეყო მანქანას ადამიანი და ტყისკენ იბრუნა პირი. მაკონბერმა ისროლა. დამახასიათებელი იონგ გაიგონა და მიხვდა, რომ მოარტყა, მაგრამ ლომი სულ უფრო და უფრო შორდებოდა. მაკონბერმა კიდევ ერთხელ ესროლა. ტყუიამ გაქცეული ლომის ცხვირწინ მიწა ააბდღვირა. უცებ გაახსენდა, რომ დაბლა უნდა დაემიზნებინა. ესროლა და მოარტყა კიდეც. მერე სანამ საკეტის სახელურს ხელახლა წინ წასწევდა, ლომი 4-ზე გადავიდა და მაღალ ბალახებს შეაფარა თავი. მაკონბერი უძრავად იდგა. თოფის ჩამოშვება ვერ მოეხერხებინა. გული ერეოდა, ხელები უცახცახებდა. გვერდით ცოლი და რობერტ უილსონი ედგნენ. იქვე ზანგები შეჯგუფულიყვნენ და ვაკამბას ენაზე რაღაცას რატრატებდნენ. მოვარტყი, თქვა მაკონბერმა, ორჯერ მოვარტყი. თქვენ მას ნაწლავები გაუხვრიტეთ და მგონი მკერჩიც მოვარტყით, უხალისოდ თქვა უილსონმა. ზანგები ჩაფიქრებულიყვნენ. შეიძლება მოჰკალით კიდეც, განაგრძობდა უილსონი. ცოტახან შევიცადოთ, მერე წავიდეთ და მოვნახოთ. როგორ? როცა მისუსტდება, ნაკვალევს მიუყვეთ. თქვა მაკონბერმა. დიდებული ლომია, ეშმაკმა წაიღოს, მხიარულად თქვა უილსონმა. მხოლოდ ძალიან სახიფათო ადგილას კი დაიმალა. რით არის სახიფათო? ვიდრე თავზე არ წაადგები, ვერ დაინახავ. თქვა მაკონბერმა. აბა წავიდეთ, თქვა უილსონმა. მე მსაიბი ჯობს მანქანაში დარჩეს. სისხლის ნაკვალევს უნდა დავხედოთ. აქ დარჩი მარგო, უთხრა ცოლს მაკონბერმა. მას პირი გაუშრა და ლაპარაკი უჭირდა. რატომ? კითხა ცოლმა. უილსონს ასე უნდა. ჩვენ ლომის მოსაძებნად მივდივართ, თქვა უილსონმა. თქვენ აქ დარჩით, აქედან ყველაფერი კარგად მოჩანს. კარგით. უილსონმა მძღოლს სუაჰილის ენაზე რაღაც უთხრა. მან თავი დაუქნია და უპასუხა. კი ბატონო. ისინი მდინარის ციცაბო ნაპირზე დაეშვნენ. წყალში ჩახერგილ ქვებზე გადავიდნენ და მიწიდან ამოშორილი ფესვების დახმარებით მეორე ნაპირზე აცოცდნენ. მალე იმ ადგილს მიაღწიეს, სადაც ცოტა ხნის წინათ ლომი გარბოდა. დაბალ ბალახს სისხლის მუქი ლაქები აჩნდა. სისხლის ნაკვალევი მდინარის გასწვრივ ხეებს მიჰყვებოდა. რა უნდა ვქნათ? იკითხა მაკონბერმა. საქმე არჩევანზე არა გვაქვს, თქვა უილსონმა. ავტომობილს მდინარის გაღმა ვერ გამოვიყვანთ. ნაპირი ციცაბოა. კიდევ დასუსტდეს ლომი. მერე კი ერთად წავიდეთ და მოვნახოთ. ბალახს ცეცხლი რომ გაუჩინოთ? კითხა მაკონბერმა. ძალიან ნედლია, არ წაეკიდება. ზანგები რომ გაუგზავნოთ? უილსონმა ახედა მაკონბერს. რა თქმა უნდა, შეიძლება, თქვა მან.
მაგრამ ეს კაცის კვლას უდრის. ხომ იცით რომ ლომი დაჭრილია, დაუჭრელი ლომის წინ გაგდება შეიძლება, ხმაურს გაეცლება, დაჭრილი კი თავს ესხმის. სანამ თავზე არ წაადგები ვერ შეამჩნევ. ისის ადგილებში გაეკვრება მიწას, სადაც გონია კურდღლიც ვერ დაიმალება, ასე რომ მარეკებს ვერ გავგზავნია, რომელიმეს აუცილებლად დააშავებს. მეთოფეები ჩვენთან ერთად წამოვლენ, ეს მათი ვალია. ხელშეკრულება აქვს დადებული, თუმცა წამოსვლა არ ეხალისებათ. არც მე მინდა წამოსვლა, თქვა მაკომბერმა. სიტყვები უნებურად წამოსცდა, ვიდრე მიხვდებოდა თუ რას ამბობდა. არც მე, თქვა უილსონმა, მხნედ. მაგრამ რას იზამ? თითქოს რაღაც მოაგონდა მაკომბერს, შეხედა და დაინახა, როგორ კანკალებდა იგი, რა საწყლური გამოხედვა ჰქონდა. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ არ წამოხვიდეთ, უთხრა უილსონმა. სწორედ ამისათვის არ დამიქირავეთ, ამიტომაც ფასო-ფასე ძვირად. თქვენ რა მარტო ფიქრობთ წასვლას, სულაც რომ მივატოვოთ? როგორ მივატოვოთ? კითხა უილსონმა. უბრალოდ მოვეშვათ. ვითომ ვერ მოვარტყით? არა, უბრალოდ მოვცილდეთ. ამ დროს ასე არ იქცევიან. რატომ? ჯერ ერთი ლომი წვალობს, მეორეც საშიშია ვინმე არ წააწყდეს. გასაგებია. აუცილებელი არ არის ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ. წამოსვლით წამოვალ, თქვა მაკომბერმა. უბრალოდ უღელა. მე წინ წავალ, თქვა უილსონმა. მოხუცი კონგონი კვალს მიხვება. თქვენ უკან მომყევით ოდნავ გვერდზე. როგორც კი დავინახავთ ლომს, ორივენი ვესვრით. ნუ ღელავთ, გვერდიდან არ მოგცილდებით, იქნებ მართლაც ჯობდეს რომ დარჩეთ. წადით მემსაიბთან, მე კი ლომს ბოლოს მოვუღებ. არა, მეც წამოვალ. როგორც გენებოთ, თქვა უილსონმა, მაგრამ თუ არ გინდათ, მაშინ მე მარტო წავალ. ეს ხომ ჩემი ვალია. მეც წამოვალ, თქვა მაკომბერმა. ისინი ხის ქვეშ ისხდნენ და ეწეოდნენ. არ გინდათ მემსაიბს ელაპარაკოთ? კითხა უილსონმა. მოასწრებთ. არა. მაშინ მე წავალ და ვეტყვი, რომ მოთმინებით აღიჭურვოს. კარგი, თქვა მაკომბერმა. ის იჯდა გაოფლილი და ნერწყვი გამშრალი, გულისკოვსთან რაღაც წიწკნი და ვერ გაებედა ეთქვა უილსონისთვის, რომ უიმისოდ წასულიყო და მოეკლა ლომი. არ იცოდა რა გაცეცხლებული იყო თეთრი მონადირე. უილსონი თავის თავზე ბრაზობდა, აქამდე რომ ვერ შეამჩნია მაკომბერის მდგომარეობა და უკან არ გაგზავნა ცოლთან. უილსონი მალე დაბრუნდა. თქვენი შტუცერი თან წამოვიღეთ, თქვა მან. აიინებეთ, ჩვენ საკმაოდ რომ მივეცით ლომს. წავიდეთ. მაკომბერმა შტუცერი ჩამოვართო. უილსონმა უთხრა: ხუთი ნაბიჯით უკან მომყევით, ოდნავ მარჯვნივ და ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც მე გეტყვით. მერე უილსონმა სუაჰილის ენაზე რაღაც გადაულაპარაკა მეთოფეებს, რომლებსაც ცხვირპირი ჩამოსტიროდათ. წავიდეთ, თქვა უილსონმა. ერთი ყლუპი წყალი, თქვა მაკომბერმა. უილსონმა უფროს მეთოფეს წელზე მათარა რომ ეკიდა რაღაც უთხრა. მეთოფემ მათარა მოიხსნა, მაკომბერს გაუწოდა. მაკომბერს მათარა ემძიმა. მისი ხაოვიანი და მქისე ქეჩის შალით აიგრძნო. მათარა ტუჩებთან მიიტანა და მაღალი ბალახების იქით ხეების ბრტყელი წვეროები დაინახა. მსუბუქი ნიავი სცემდა სახეში. ბალახებზე პატარ-პატარა ტალღები გარბოდნენ. მერე მეთოფეს შეხედა და მიხვდა, რომ ისი ჩიშსაგან იტანჯებოდა. 35 ნაბიჯის იქით მიწაზე გართხმული ყოვეება ლომი, ყურებ დაცქვეტილი უძრავად იწვა, მხოლოდ გრძელი კუდი უთრთოდა, რომლის ბოლო შავ ფუნჩს წააგავდა. საფარს მიაღწია თუ არა ლომი მაშინვე ჩაწვა და გაინება. ახლა გულს ურევდა გამჭოლი ჭრილობა, რომელიც საჭმლით ამოყორილ მუცელში ჰქონდა მიყენებული. ჭრილობისაგან ფილტვებში სისუსტეს გრძნობდა. ყოველ ამოსუნ თქვაზე ხახაში წითელი ქაფი ამოსდიოდა, ფერდები გაოფლიანებოდა და უხურდა. ნეკის ბრჩხილის ოდენა ნატყვიარებზე ბუზები ეხვეოდნენ. ზიზღისა და ტკივილისაგან დავიწროებულ დიდრონ ყვითელ თვალებს ყოველ ამოსუნ თქვაზე ოდნავ ახამხამებდა. ბასრი ბრჭყალები ღრმად ჩაესო რბილ მიწაში და პირდაპირ იყურებოდა. მასში ყველაფერი ტკივილი, გულისრევა, სიძულვილი და შემორჩენილი ძალღონე უკიდურესობამდე დაძაბულიყო, მხოლოდ ერთი ნახტომისათვის. ლომს ესმოდა ადამიანის ხმა და ერთსრულად გადაქცეულიყო, როგორც კი მონადირეები ბალახში ფეხს შედგამდნენ, თავს დასცემოდა. თანდათან ახლოვდებოდა ხმაური, ლომს კუდიც გაუშეშდა. ბოლოს როცა მონადირეებმა ბალახებამდე მიაღწიეს, ჩახლეჩილი ხმით დაიბუხუნა და კამარა შეჰკრა. მოხუცი კონგონი წინ მიდიოდა და სისხლიან კვალს აკვირდებოდა. უილსონ შტუცერი მოემარჯვებინა, თვალსადევნებდა ბალახის ყოველგვარ მოძრაობას. მეორე ზანგი აყურადებდა. მაკომბერმა თვაფი ფეხზე შეაყენა და უილსონს მიჰყვა. ბალახებში შესვლა ვერც კი მოასწრეს, რომ მაკომბერმა ხროტინისებური ბდღვინვა გაიგონა და ბალახები შხუილით შუაზე გაიპო. უცებ მაკომბერმა იგრძნო, რომ შიშისაგან თავქუთ მოგლჯილი გარბის, შეშლილივით გარბის, ბალახებისაგან შორს, მდინარისაკენ. მაკომბერმა გაიგონა, როგორ დაიჭექა უილსონის შტუცერმა, კარაუონგ და კიდევ ერთხელ კარაუონგ. შეტრიალდა და დაინახა თავგაგლეჯილი ლომი უილსონისაკენ მიბობღავდა. უილსონმა შემართა თავისი მოკლე მოუხეშავი თოფი, ყურადღებით დაუმიზნა და ისევ დააკუხა. კარაუონგ ყვითელ ლომს ზორ-ზოხიტანი გაუშეშდა.
დამახინჯებული ვეება თავი მიწაზე დაემხო. შუა მინდორში გატენილი თოფით მდგარმა მაკომბერმა დაინახა, რომ ლომს სული ამოხდა. ორი შავი და ერთი თეთრი მონადირე ზიზღით უყურებდნენ ნირწამხდარ მაკომბერს, რომელიც ახლა უილსონისკენ მოლასლასებდა. მისი მაღალი ტანი და მოხდენილი სხეული სინდისის უტყუ ქენჯნას გამოხატავდა. უილსონმა შეხედა მას და ჰკითხა: სურათებს არ გადაიღებთ? არა, უპასუხა მაკომბერმა. ავტომობილამდე მეტი არაფერი თქმულა. აქ კი უილსონმა თქვა: მშვენიერი ლომი იყო, ახლა გაატყავებენ, მანამდე შეგვიძლია ჩრდილში ჩამოსხდეთ. ცოლს ერთხელაც არ შეუხედავს მეუღლისათვის, არც მაკომბერს შეუხედავს მისთვის, თუმცა ერთად ისხდნენ მანქანის უკანა საჯდომზე. უილსონი წინ იჯდა, მაკომბერი შეინძრა, ცოლს ხელზე ხელი დაადო, ისე რომ იქით-არც კი გაუხედავს. ქალმა მაშინვე წაართვა ხელი, მაკომბერმა მდინარის გაღმა ნაპირს გახედა, სადაც ზანგები ლომს ატყავებდნენ და მიხვდა, მარგარიტს ყველაფერი მშვენივრად დაენახა. მარგარიტი წინ გადაიხარა, უილსონის მხარზე ხელი დაადო. უილსონმა თავი მოაბრუნა, მაკომბერის მეუღლე საჯდომის დაბალ საზურგეზე გადაიხარა და ტუჩებში აკოცა თეთრ მონადირეს. აბა, თქვა უილსონმა და წითელი სიდამწვრის ქვეშაც კი აენთო სახე. მისტერ რობერტ უილსონი, თქვა ქალმა, მშვენიერი წითელსახიანი მისტერ რობერტ უილსონი. მერე ისევ თავის ადგილას დაჯდა. მაკომბერს ზურგი შეაქცია და მდინარის გაღმა გაიხედა, იქით სადაც ლომი იწვა. ლომს გატყავებული თეთრი თათები კუნთებითა და მყესების ბადეებით ზევით ჰქონდა აშვერილი. მუცელი რუმბივით გაბეროდა, ადამიანები ნელა ატყავებდნენ. ბოლოს ზანგებმა ლომის მძიმე ნედლი ტყავი მოიტანეს, დაგორგლეს და მანქანაში უკანიდან აძრონენ. მანქანა დაიძრა, ბანაკამდე ხმა არავის ამოუღია. აი რაც იმ დილით მაკომბერს თავს გადახდა, მან არ იცოდა რას გრძნობდა ლომი კამარის შეკვრამდე ან მერე, როცა ტყვიამ თავი გაუგლიჯა. ვერც ის გაეგო რა ეწეოდა ლომს წინ, მას შემდეგ რაც მეორე გამაყრუებელმა დარტყმამ კუსუბო გაუტეხა. გამაიძულა ფორთხით წასულიყო ცეცხლსროლელი მგვინავის საგნისაკენ, რომელმაც მას ბოლო მოუყო. უილსონმა ასე თუ ისე რაღაც იცოდა ამის შესახებ, რაც გამოხატა სიტყვებით. მშვენიერი ლომი. მაკომბერმა არ იცოდა რას გრძნობდა უილსონი, არც ის თუ რას ფიქრობდა ახლა მისი ცოლი. იცოდა მხოლოდ ის, რომ მარგარიტს მასთან ლაპარაკი აღარ უნდოდა. მისის მაკომბერს არაერთხელ გადაუწყვეტია გაყროდა ფრენსის. მაკომბერი მდიდარი კაცი იყო და იმედი ჰქონდა თუ კიდევ უფრო გამდიდრდებოდა, ცოლი არასოდეს არ მიატოვებდა. ეს მან მშვენივრად იცოდა, მოტოციკლის ტარებაც იცოდა, რასაც მან ყველაზე ადრე გაუგო. ავტომობილისაც, იხვებზე ნადირობა, თევზაობა და კალმახობაც ეხერხებოდა. ორაგული და ზღვის დიდი თევზის დაუჭერია. სქესის საკითხებში უფრო წიგნების მიხედვით ერკვეოდა. უყვარდა წიგნები, ჩოგბურთიც, ზაღლებიც, ცოტანამ ცხენების შესახებაც გაეგებოდა. იცოდა ფულის ყადრი. ეს ყველაფერი მის სამყაროს შეადგენდა. დარწმუნებული იყო, რომ ცოლი არასოდეს მიატოვებდა. მარგარიტა ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი იყო. მართალია ის ახლა აქ, აფრიკაში ძალიან ლამაზი ჩანდა, მაგრამ შტატებში ისეთი ლამაზი აღარ იყო, რომ ფრენსისი მიეტოვებინა და უკეთეს გაჰყოლოდა. ეს ორიომ კარგად იცოდა. მარგარიტმა ხელიდან გაუშვა ის მომენტი, როცა შეეძლო მეუღლე პირში ჩალა გამოვლებული და ეტოვებინა და ესეც იცოდა ფრენსისმა. მაკომბერი რომ ქალების მუსუსი ყოფილიყო, მარგარიტს ის აზრი არ მოასვენებდა ფრენსისი უფრო ლამაზ ცოლს იშოვისო, მაგრამ ის კარგად იცნობდა მეუღლეს და ამიტომ დამშვიდებული იყო. ამასთანავე მაკომბერი იშვიათი მომთმენი და რბილი ხასიათისა გახსდათ, რაც ქალის თვალში მის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ თვისებას წარმოადგენდა. საერთოდ საზოგადოების აზრით, ეს იყო შედარებით ბედნიერი წყვილი მათ შორის, რომლების ჭორებს თუ დაუჯერებს საცაა გაიყრებიან, მაგრამ არასოდეს არ იყრებიან. ახლა ისინი, როგორც აღნიშნა მსოფლიო ქრონიკის რეპორტიორმა, იმედოვნებენ, რომ სათავგადასავლო ელემენტი სიცხოველეს მისცემს მათი მრავალი წლის პოეტურ რომანს. სანადიროდ გაემგზავნიან ყოფილ შავ აფრიკაში, ვიდრე მარტინ ჯონსონი ამ მხარეს ვერცხლისფერ ეკრანზე გააცოცხლებს. ისინი იქ ნადირობენ სიმბოს-ჯიშის ბებერ ლომებზე, გარეულ კამეჩებზე, ტემბოს-ჯიშის სპილოებზე და თან მასალებს აგროვებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერების მუზეუმისათვის. იგივე რეპორტიერი უკვე მესამეჯერ ატყობინებდა საზოგადოებას, რომ ცოლ-ქმრის დამოკიდებულებაც კიბზე იყო მიმდგარი. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ისინი ყოველთვის რიგდებოდნენ. მათ ცოლ-ქმრობას მტკიცე საფუძველი ჰქონდა. მარგარიტის სილამაზე საწინდარი იყო იმისა, რომ მაკომბერი არასოდეს არ გაეყრებოდა, ხოლო მაკომბერის სიმდიდრე იმის გირაო იყო, რომ მარგარიტი არასოდეს მიატოვებდა. ღამის 3 საათი იქნებოდა, როცა ფრენსის მაკომბერმა ლომზე ფიქრი შეწყვიტა და ჩაეძინა. გამოეღვიძა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჩაეძინა. სიზმარში ნახა თავზე პირსისხლიანი ლომი წამოსდგომოდა, შიშისაგან გამოეღვიძა.
მიაყურა და საკუთარ გულის ცემაზე მიხვდა, რომ ცოლის საწოლი ცარიელი იყო. ამ აღმოჩენის შემდეგ კიდევ 2 საათს აღარ მოუხვჭავს თვალი. 2 საათის შემდეგ მარგარიტი კარავში შევიდა, ფარდა გადასწია და ლოგინში მშვიდად ჩაწვა. სად იყავი? კითხა მაკომბერმა სიბნელეში. ჰელო, თქვა ქალმა. შენ არ გძინავს ფრენსის. სად იყავი მეთქი? ისე სუფთა ჰაერზე გავისეირნე. სულელი ნუ გონივა. რა გინდა ჩემგან ძვირფასო? სად იყავი? სუფთა ჰაერზე. ეგ რა ახალი ტერმინია? კახპავ. შენ კი მშიშარა ხარ. ასე იყოს, უთხრა ქმარმა. მერე შენ რა? არაფერი. მოდი ჩემო კარგო, ნუ ვილაპარაკებთ. ძალიან მეძინება. შენ გონია ყველაფერს მოგითმენ? ვიცი არ მომითმენ. ხო და არ მოგითმენ. ჩემო კარგო, მოდი გავჩუმდეთ, საშინლად მეძინება. შენ ხომ აღმითქვი, რომ ეს აღარ მოხდებოდა. რა უყოთ ახლა? მოხდა. თქვა ქალმა ალერსიანად. აკიდან პირდი თუ აქ ჩამოვიდოდეთ, ეს აღარ განმეორდებოდა. ხო, გეთაყვა. ასე ვაპირებდი, მაგრამ გუშინდელმა დღემ ყველაფერი გააფუჭა. ღირს კი ამაზე ლაპარაკი. შენ არ კარგავს შესაძლებლობას, როცა ხელში კოზირი გაქვს. მოდი ძვირფასო, ნუ ვილაპარაკებთ, მე ისე მეძინება. მე კი ვილაპარაკებ. მაშინ მაპატია, მე დავიძინებ და დაიძინა. გათენებამდე სამივენი საუზმეს უსხდნენ. ფრენსის მაკომბერი გრძნობდა, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებიც მას ძულ და ყველაზე უფრო რობერტ უილსონი ეზიზღებოდა. როგორ გეძინათ? კითხა უილსონმა ყრუხმით. იგი ჩიბუხს ტენიდა. თქვენ? შესანიშნავად, უპასუხა თეთრმა მონადირემ. არამზადა, გაიფიქრა მაკომბერმა, ურცხვი არამზადა. ალბათ ცოლმა გააღვიძა, როცა დაბრუნდა, ფიქრობდა უილსონი. თან ორივეც გულგრილი და ცივი თვალებით აკვირდებოდა. ყურადღება მიაქციოს ცოლს. რა ჰქონია, მე რა წმინდანი ვარ, უფრო გულისყურიანი იყოს. თვითონაა დამნაშავე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვიპოვით გარეულ კამეჩებს? კითხა მარგარიტმა და ნუშით სავსე თეფში იქით მისცია. ალბათ, თქვა უილსონმა და გაუღიმა. არ ჯობია ბანაკში დარჩეთ? არაფრის გულისათვის, უპასუხა ქალმა. უბრძანეთ ბანაკში დარჩეს, უთხრა უილსონმა მაკომბერს. თქვენ თვითონ უბრძანეთ, უპასუხა მაკომბერმა ცივად. მბრძანებლობას თავიანებეთ. ჭკუით იყავი ფრენსის, თქვა მარგარიტმა ხუმრობის კილოთი. მივდივართ თუ არა? იკითხა მაკომბერმა. მე მზად ვარ. გინდათ მემსაიბი ჩვენთან ერთად წამოვიდეს? სულ ერთი არ არის, მინდა თუ არა? აი თავსატეხი, გაიფიქრა რობერტ უილსონმა. მართლაც თავსატეხი. ახლა საქმე გართულდა, მაგრამ დაე ასე იყოს. მართლაც სულ ერთია, თქვა მან. იქნებ თქვენ მარგარიტთან ერთად დარჩეთ ბანაკში და კამეჩებზე ნადირობა მე მომანდოთ, კითხა მაკომბერმა. უფლება არა მაქვს, მეუღო უილსონმა, ეს უაზრობაა. თქვენს ადგილზე ამას არ ვიტყოდი. უაზრობა კი არა, საზიზღრობაა. საზიზღარი არ არის კარგი სიტყვა. ფრენსის, იყავ კეთილი, ჭკვიანურად ილაპარაკე, წარმოთქვა მისმა ცოლმა. ეშმაკმა წაგიღოთ. მე ისედაც ჭკვიანურად ვლაპარაკობ, თქვა მაკომბერმა. გიჭამიათ როდისმე ასეთ სისაძაგლე? თქვენ უკმაყოფილო ხართ საჭმელით? შვიდად კითხა უილსონმა. ნაკლებად ვიდრე სხვა დანარჩენით. თავი შეიკავეთ, გეთაყვა, უთხრა უილსონმა მშვიდად. ერთ ბიჭს ცოტა ინგლისური ესმის. ეშმაკსაც წაუღია მისი თავი. უილსონი ადგა. ჩიბუხის ბოლებით გაეცალა ცოლ-ქმარს და მეტოფეებს სუაჰილის ენაზე რაღაც უთხრა. ცოლ-ქმარი ისევ მაგიდას უსხდნენ. მაკომბერი დაჟინებით უმზერდა თავის ფინჯანს. შენ თუ აურზაურს ასტეხ ძვირფასო, მიგატოვებ, უთხრა მარგარიტმა მშვიდად. არ მიმატოვებ. სინჯე და ნახავ. არ მიმატოვებ, არა. ხო, თქვა ქალმა, მე შენ არ მიგატოვებ. შენ კი წესიერად მოიქცევ. წესიერად? სასაცილოა, წესიერად. ხო, წესიერად. მე დიდხანს ვეცადე, ჩემო კარგო. ვერ ვიტანი მწითელ სიფათიან ხორს, თქვა მაკომბერმა. მარტო მისი იერიც გულს მირავს. იცი რა? ის ძალიან საყვარელი მამაკაცია. ხმა ჩაიწვიდე, დაუყვირა მაკომბერმა. ის იყო სასადილო კარავთან მანქანაც გაჩერდა. მძღოლი და ორივე მეტოფე მანქანიდან ჩამოხდნენ. უილსონი ცოლ-ქმართან მივიდა. მივდივართ სანადიროდ, იკითხა მან. ხო, მიუგო მაკომბერმა და ადგა. მივდივართ. სვიტრი წამოიღეთ, ეციება, თქვა უილსონმა. მე წავალ ტყავის ქურთუკს ავიღებ, თქვა მარგარიტმა. ქურთუკი ბიჭს აქვს, უთხრა უილსონმა და მძღოლის გვერდით დაჯდა. ფრენსის მაკომბერი კი მეუღლესთან ერთად უკანას გამზე მოთავსდა. ამ რეგვენმა ზურგში არ დამახალოს, ფიქრობდა უილსონი, სისულელია ქალების სანადიროდ წაყვანა. ავტომობილი მდინარისკენ დაეშვა და ქვებით დახერგილ თავთხელ წყალში ფონს გავიდა. მერე ნაცრისფერ დილაბნელში ზიგზაგებით ავიდა მაღალ ნაპირზე. იმ გზით, რომლის გაჭრას უილსონმა წინადღით ბრძანა. გზა იმისთვის გააყვანინა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მეჩხერ ტყემდე და დიდ მინდვრამდე მანქანით მისვლა. კარგი დილაა, ფიქრობდა უილსონი. მიდამოდილის ცხვარს დაეფარა. მანქანა დაბალ ჯაგნარში მიდიოდა. უილსონი გრძნობდა გასრესილი ფოთლების სუნს, რომელიც ტირიფის სუნს აგონებდა.
მას უყვარდა დილის ცვრის სურნელება, გასრესილი გვიმრა და ნისლში გამოკვეთილი ხეების შავი ტანი. უყვარდა, როცა მანქანა უგზო უკლოდ მისტრიალებდა მეჩხერ ტყეში. ცოლ-ქმარი დიდი ხანია გადაავიწყდა, ახლა გარეულ კამეჩებზე ფიქრობდა. კამეჩები დღისით ბუჩქნარიან ჭაობებში ისვენებდნენ. იქ მთაზე ნადირობა შეუძლებელი იყო. ღამღამობით კამეჩები საძოვრად გაშლილ მინდვრებზე გამოდიოდნენ. ახლა თუ მანქანას ისე მიაყენებდნენ, რომ ჭაობებისკენ გზა მოეჭრათ, მაშინ მაკომბერი გაშლილ მინდვრზე დახოცავდა მათ. უილსონს მაკომბერთან ერთად არც კამეჩებზე და არც სხვა ცხოველებზე არ უნდა დაენადირა, მაგრამ ეს მისი პროფესია იყო. მაკომბერზე უარეს ტიპებთანაც ჰქონია საქმე. დღეს თუ კამეჩები იპოვნეს, მარტვირქაღა დარჩებათ. ამგვარად მაკომბერი დაამთავრებს საშიშ გართობას. შეიძლება საქმე კარგად წავიდეს. უილსონი მარგარის თავს დაანებებს. მაკომბერი კი მოინელებს უხანდელ ამბავს. ეს ალბათ მისთვის პირველი არ არის. საცოდავი. ეტყობა შეეჩვია ასეთ რამეებს. თვითონაა დამნაშავე, დოყლაპიაა, უბედური. ნადირობის დროს რობერტ უილსონს ყოველ შემთხვევისათვის მოგანიურო საწოლი დაჰქონდა. კარგად იცნობდა თავის კლიენტებს, დროსტარების მოყვარე საზოგადოების ნაღებს, სპორტის მოყვარულებს, ქალებს, რომლებსაც გონიათ, რომ გადახდით ფულზე რაღაც დააკლეს. თუ თეთრ მონადირესთან ფართო საწოლზე ერთ ღამეს მაინც არ გაათევენ. უილსონს სძულდა ისინი, როცა შორს იყვნენ, მაგრამ ვიდრე ერთად იყვნენ, რამდენიმე მათგანი მოსწონდა კიდეც. ასე თუ ისე მათი წყალობით ჭამდა პურს და ჯერჯერობით ამ ხალხის საზომი უილსონის საზომიც იყო. ისინი ყველაფერში უილსონის საზომები იყვნენ, გარდა ნადირობისა, აქ კი მას თავისი საზომი ჰქონდა. ამიტომ ეს ხალხი ან უნდა დამორჩილებოდა უილსონს, ან სხვა მონადირე დაექირავებინა. უილსონმა იცოდა, სწორედ ამისთვის სცემდნენ პატივს. ეს მაკომბერი კი უცნაური კაცია, მართლაც უცნაურია. მეუღლეც უცნაური ჰყავს. ცოლიც ასეთი უნდა. კმარა მაგაც ეფიქრი. უილსონმა ცოლ-ქმარს გადახედა. მაკომბერი პირქუშად იჯდა. მარგარიტმა გაუღიმა უილსონს. იგი თითქოს გაახალგაზრდავებულიყო და უფრო უმანკო ჩანდა, ვიდრე პროფესიონალი ლამაზი. ღმერთმა იცის, რას ფიქრობს ახლა, გაიფიქრა უილსონმა. ღამით ცოტა ილაპარაკა. მე მაინც მსიამოვნებს მისი ცქერა. ავტომობილმა მომცრო აღმართი აივაკა და ხეებს შორის ნელა გაგორდა. კიდე მიჰყვა მაღალი ბალახით დაფარულ მინდორს, ისე რომ ტყის პირზე ხეების ჩრდილსაც არ სცილდებოდა. უილსონი დაძაბული გახურებდა ვრცელ მინდორს. მძღოლს მანქანა გააჩერებინა. მინდორი დურბინდით მოათვალიერა. მერე მძღოლს ხელით ანიშნა და ავტომობილმა გზა განაგრძო. ნელა მიიწევდნენ წინ. მანქანა გვერდწეული და გარეული ღორების თანათხარ ორმოებს და ტერმიტების ბორცვების მაგარ წოწოლა ბუდეებს. უილსონი თვალს არ აშორებდა მინდვრის დასალიერს. უცებ შებრუნდა და თქვა, გახედეთ, აი ისინიც. მანქანა წინ გაქანდა. უილსონმა მძღოლს სუაჰილის ენაზე გაუბა ლაპარაკი. მაკომბერმა იმ მხარეს გაიხედა, საითაც უილსონი მძღოლს უთითებდა და სამი უზარმაზარი შავი ცხოველი დაინახა, რომლებიც ჭენებით მისერავდნენ მინდორს. მათ ცილინდრისებური ზორზოხიტანი ჰქონდათ და შავ ტანკებს გავდნენ. მაკომბერმა თვალი მოჰკრა მათ წაგრძელებულ კისრებს, ფართოდ გაშვერილ დაგრეხილ რქებს და გაშეშებულ თავებს. სამი ბებერი ხარი, თქვა უილსონმა. მოვასწრებთ, გზას მოუჭრით ჭაობისაკენ. მანქანა 45 მილის სისწრაფით მიფრინავდა კოლბოხებზე. მაკომბერის თვალში კამეჩები თანდათან იზრდებოდნენ და იზრდებოდნენ. უკვე შეეძლო გაერჩია ერთი მათგანის ნაცრისფერი დაფუფხული ტანი. იგი ხედავდა, როგორ გადადიოდა კისერი მხრებში და როგორ ელვარებდნენ დაგრეხილივეება რქები. წინა ორი მძიმე და თანაბარი ოთხით მიჭენობდა. მანქანა კამეჩებს წამოეწია და უცებ ისე შეინჯღრა, თითქოს რაღაცას დაეჯახაო. მაკომბერი კარგად ხედავდა, როგორ ხტოდნენ ჩამორჩენილი კამეჩის მტვრიან და მეჩხერ ბეწვებზე ახორხლილი გოროხები. იგი ხედავდა რქების ფართო ფუძეს, წინ გაშვერილ განიერ ნესტოებიან დრუნჩს. ის იყო თოფი გადმოიღო, რომ უილსონმა დაუყვირა. მანქანიდან არა შეგამოტვინებულო. მაკომბერი შიშს აღარ გზნობდა. ის გზნობდა სიძულვილს უილსონისადმი. მძღოლმა დაამუხრუჭა. მანქანა გვერდზე შებრუნდა და ისე უცებ გაჩერდა, რომ მიწა დათხარა. ერთი მხრიდან უილსონი ჩამოხდა დაბლა, მეორედან მაკომბერი. ოდნავ წაბორძიკდა და გაისროლა. კამეჩი თანდათან სცილდებოდათ. მაკომბერს ესმოდა, როგორ ხდებოდა კამეჩს ტყვიები და მთელი ჯერი მიუშვა. კამეჩი ისევ გარბოდა. მაკომბერს გაახსენდა, რომ ბედში უნდა დაემიზნებინა. თოფის გატენას შეუდგა, მაგრამ დაინახა, რომ კამეჩმა წაიჩოქა. მერე დაეცა და მძიმე თავი გადააქნია. მან ახლა მეწინავეს ესროლა და მოარტყა კიდეც. კიდევ ესროლა და აცილა. მერე უილსონის შაშხანის გამაყრუებელი კარაუნგ გაიგონა და დაინახა, როგორ წაერჯო კამეჩი დრუნჩით მიწაში. ახლა მესამე, თქვა უილსონმა. აი ეს სროლა. მესამე კამეჩი თანაბარი 4-ით შეუპოვრად მიიწევდა წინ.
მაკომბერმა ესროლა, მაგრამ ააცდინა. ტყვიამ ბდღვირი აადინა მიწას. უილსონმაც დააცირა. ტყვიამ ისევ დააყენა მტვრის კორიანტელი. მანქანაზე ასე ვერ მოკლავთ, დაიწყა უილსონმა. მაკომბერს ხელი ჩაავლო და ორივენი აქეთ-იქიდან მანქანის საფეხურზე შეხვდნენ. მანქანა ოკრო-ბოკრო მიწაზე მიჰქროდა. სწრაფად ეწეოდნენ და 4 კამეჩს. მაკომბერი თოფს ტენიდა. სიჩქარისაგან ვაზნები ებნეოდა. ჩახმახმა უმტყუნა, მაგრამ მალე გამართა. ამასობაში კამეჩს წამოეწიოდნენ. უილსონმა დაიყვირა. გააჩერე. მანქანა გვერდზე შეტრიალდა. კინაღამ გადაბრუნდა. მაკომბერი მანქანიდან ჩამოხდა, მაგრამ არ წაქცეულა. ჩახმახი შემართა და გაჭენებულ კამეჩს ზურგში ესროლა. დაომისა და კიდევ ესროლა. მერე მთელი ჯერი მიუშვა. არც ერთი არ აუცდენია. მაგრამ კამეჩი მაინც მირბოდა. თითქოს ტყვიები არავითარ ზიანს არ აყენებდნენ. მერე მაკომბერი უილსონის შაშხანის გრუხუნმა გააყრუა და დაინახა, რომ კამეჩი დაბარბაცდა. მაკომბერმა გულდასმით დაუმიზნა და კიდევ ერთხელ ესროლა. კამეჩი ჯერ ჩაიკეცა, მერე მიწაზე მოადინა ზღართანი. ხოჭახ, თქვა უილსონმა, სუფთა ნამუშევარია, ესეც მესამე. მაკომბერი სიხარულმა აიტაცა. რამდენჯერ ესროლეთ? კითხა უილსონს. მხოლოდ 3-ჯერ, თქვა მან. პირველი ყველაზე დიდი თქვენ მოჰკალით, დანარჩენ 2-ზე მე წაგეხმარეთ. მეშინვე და ტევში არ გაგქცეოდნენ. ისინიც თქვენს მოკლულად ითვლება. მე მხოლოდ ოდნავ შეგეხიდათ, მშვენივრად ისროდით. მანქანასთან მივიდეთ, უთხრა მაკომბერმა. მე მინდა დავლიო. ჯერ ამას მოვუყოთ ბოლო, უთხრა უილსონმა. კამეჩი მუხლებზე წამოჩოქილიყო. როცა მონადირეები მიუახლოვდნენ, თავი გაშმაგებით გადააქნია და დაიბღავლა. თან ღორის ვიწრო თვალები გადმოკარგლა. ფრთხილად არ წამოდგეს, თქვა უილსონმა და შემდეგ დაუმატა. ცოტა გვერდზე მიდეკით და ყურის ძირში ესროლეთ. მაკომბერმა კამეჩს კისერში დაუმიზნა და ესროლა. ვეება თავი მიწაზე დაემხო. სწორია, თქვა უილსონმა. კისრის მალში მოხვდა. აი საფრთხობელა, ეშმაკმა წაიღოს მაგათი თავი. წამო დავლიოთ, თქვა მაკომბერმა. სიცოცხლეში პირველად გზნობდა თავს, ასე კარგად. მარგარიტი ფერმიხტილი იჯდა მანქანაში. შენ საოცარი სანახავი იყავი, ჩემო კარგო, უთხრა მან მაკომბერს. აი ნადირობაც ამას ჰქვია. ძალიან ინჯღრეოდა? კითხა უილსონმა. ძალიან. სიცოცხლეში არ განმიცდი ასეთი შიში. მოდით ყველამ დავლიოთ, თქვა მაკომბერმა. აუცილებლად, მიუგო უილსონმა. მე მსაიბმა პირველად დალიოს. ქალმა ოდნავ გადასწია თავი და მათარიდან სუფთა ვისკი მოსვა. მერე მათარა მაკომბერს მიაწოდა, მან კი უილსონს. თავი ამტკივდა, თქვა ქალმა. ძალიან ვღელავდი. არც კი ვიცოდი ნებადართული თუ იყო მანქანიდან კამეჩების ხოცვა. მანქანიდან არავის უსვრია, სივა, თქვა უილსონმა. თუნდაც მანქანით დევნა. საერთოდ არ არის მიღებული, თქვა უილსონმა, მაგრამ დღეს არა უშავდა. მომეწონა კიდეც. კოლბოხებსა და ორმოებზე მანქანით უგზო უკლოდ ზრბოლა, უფრო სასიამოვნოა ვიდრე ფეხით ნადირობა. კამეჩი შეეძლო ყოველი გასროლის შემდეგ თავს დაგვსმოდა. მაინც ნურავის მოუყვებით ამ ამბავს. უკანონობაა, ალბათ ეს ჰქონდათ მხედველობაში. ჩემი აზრით, თქვა მარგარიტმა, უნამუსობაა სქელ და უმწაო ცხოველების მანქანით დევნა. ნამდვილად, რა სიტყვიან ეს რომ ნაირობში გაიგონ. ჯერ ერთი მოწმობას ჩამომართმევენ, თქვა უილსონმა და მათარიდან ვისკი მოსვა. 1000 დავიდა რაბამელის, ასე რომ უმუშევარი დავრჩები. მართლა? ხო, მართლა. აი, ხედავთ, თქვა მაკომბერმა და მთელ დღის განმავლობაში პირველად გაიღიმა. მარგარიტი, ახლა თქვენ აგიხირდათ. რა მშვენივრად ლაპარაკობ, ფრენსის, თქვა მისის მაკომბერმა. უილსონმა შეხედა ორივეს და გადაიფიქრა. თუ ქმარი ტუტუცია და ცოლი ნაგავი, შვილები რაღა გამოუვათ, მაგრამ მას სულ სხვა რამე თქვა. ჩვენ ერთი მეთოფე დავკარგეთ, არ შეგიმჩნევიათ? ღმერთმანი არა, თქვა მაკომბერმა. აი, მოდის კიდეც, თქვა უილსონმა. პირველ კამეჩს რომ შორდებოდით, ალბათ მაშინ გადმოვარდა მანქანიდან. მოხუცი კონგონი კოჭლობით მოდიოდა. ხაკის მოსასხამი მოკლე შარვალი და რეზინის წაღები ეცვა. მისი მოღუშულის სახე ზისხს გამოხატავდა. ახლოს რომ მოვიდა, უილსონს სუაჰილის ენაზე რაღაც უთხრა. ყველამ დაინახა, როგორ შეეცვალა სახე თეთრს მონადირეს. რაო, რას ამბობს? კითხა მარგარიტმა. რაო და პირველი კამეჩი წამომდგარა და ტევში შესულა, თქვა უილსონმა ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე. ოჰო, დაბნეულად თქვა მაკომბერმა. მაშსა და მე ლომის ამბავი გამეორდება, არა? გამოცოცხლდა მარგარიტი. დასწყევლოს ეშმაკვა მთლად ისე არა, თქვა უილსონმა. მაკომბერ, თქვენ კიდევ დალევთ? კი, გმადლობთ, თქვა მაკომბერმა. ის ეროდა რომ გუშინდელი შეგზნება დაუბრუნდებოდა, მაგრამ ახლა შიშის ნასახსაც არ გზნობდა. შიშის მაგივრად იყო ახტაცების მკვეთრი შეგრძნება. წავიდეთ, მეორე კამეჩს მივხედოთ, თქვა უილსონმა. მე ვუბრძანებ მძღოლს მანქანა ჩრდილში დააყენოს. თქვენ საით? იკითხა მარგარიტმა. კამეჩს მივხედავთ, უპასუხა უილსონმა. მეც თქვენთან წამოვალ. წამოდით. სამივენი იქით გაემართნენ, სადაც მეორე კამეჩი შავი ბელტივით ეგდო მიწაზე. მძიმე რქები უკან გადაეყარა და კისერი წაეგრძელებინა. ძალიან კარგი თავი აქვს, თქვა უილსონმა. რქებს შორის 50 დუიმი იქნება.
მაკომბერი მოხიბლული დასცქეროდა კამეჩს. საზიზღარი სანახავია, თქვა მარგარიტმა. არ წავიდეთ ჭრდილში? რა თქმა უნდა, უპასუხა უილსონმა. შეხედეთ, უთხრა ახლა მაკომბერს და ხელი წინ გაიშვირა. ხედავთ იმ მტერს? ხედავ. იქ დამალულა პირველი კამეჩი. როცა კონგონი მანქანიდან გადმოვარდა, კამეჩი თურმე მიწაზე იწვა. კონგონი ჩვენ გვადევნებდა თვალს. ამასობაში კამეჩი წარმომდგარა და მას მისჩერებოდა. კონგონიმ ჩვენსკენ მოკურცხლა. კამეჩი კი ნელა გაემართა ტეორისაკენ. ახლა მივყვეთ უკან, მოუთმენლად კითხა მაკომბერმა. უილსონმა ახეთ დახედა. რა უცნაური კაცია, გაიფიქრა მან. გუშინ შიშისაგან კანკალებდა, დღეს ვეღარ ვაკავებ. არა, ცოტა ხანს დავიცადოთ. გეთახვა, წავიდეთ ჭრდილში, თქვა მარგარიტმა. სახე მთლად გათეთრებოდა, ავადმყოფური შესახედაობა ჰქონდა. ისინი ტოტებ განიერი ხის ქვეშ ჩამოსხდნენ ავტომობილთან. იქნებ კამეჩი კიდევაც მოკვდა, თქვა უილსონმა. ცოტა შევიცადოთ და მერე მოვძებნოთ. მაკომბერი ანგარიშ მიუწემლად ბედნიერებას გრძნობდა. ასეთი რამ არასოდეს განეცადა. ნამდვილი დოღი იყო, თქვა მან. ჯერ არაფერი განმიცდია ამის მსგავსი. საუცხოო იყო. ხომ მართალია, მარგო? საძაგლობა იყო, თქვა ქალმა. რატომ? საძაგლობა იყო, თქვა მან მწარედ, სიბილძე. იცით? მე ალბათ არასოდეს არაფრის აღარ შემეშინდება, უთხრა მაკომბერმა უილსონს. რაღაც მოხდა ჩემში, როცა კამეჩს გამოვენთეთ. თითქოს კაშხალი გაირღვა, უზარმაზარი სიამოვნება განვიცადა. ღვიძლისათვის სასარგებლოა, თქვა უილსონმა. რაღა არ ემართებათ ხოლმე ადამიანებს. მაკომბერს სახეობს ყინავდა. ჩემში მართლა გარდაიქმნა რაღაც, თქვა მან. თავს სულ სხვა ადამიანად გრძნობ. ძოლმა არაფერი უთხრა. საზურგეს მიყრნობილმა ერთი უცნაურად შეხედა. მაკომბერი წინ გადახრილიყო. უილსონს ელაპარაკებოდა. თეთრი მონადირე მძღოლის გვერდით იჯდა და პასუხობდა. იცით, ერთხელ კიდევ სიამოვნებით გავინავარდებდი ლომზე, თქვა მაკომბერმა. ახლა სულაც არ მეშინია. ბოლოს და ბოლოს რა უნდა მიქნან? სწორია, თქვა უილსონმა. უკიდურეს შემთხვევაში მოგკლავენ. როგორც ეს შექსპირს აქვს. ძალიან კარგი ადგილია. იყო დრო ხშირად ვიმეორებდი. აბა სინჯა. ჩემთვის მართალი გითხრათ, სულ ერთია სიკვდილს ვერსად გაეკცევი. ხოდა ის, ვინც წელს მოკვდა, გაისაც სიკვდილისგან დაზღვეულია. კარგი ნათქვამია, არა? უილსონი ააღელვა ამ სიტყვებმა. ეს სიტყვები ბევრს ნიშნავდა მის ცხოვრებაში. ადამიანები პირველად როდი აღწევდნენ მის თვალწინ სრულწლოვანებას, ეს კი ყოველთვის აღელვებდა. საქმე იმაში ხომ არ არის აუცილებლად 21 წელი უსრულდება თუ არა. ნადირობისას გარემოებათა უცაბედი დამთხვევა და უშუალო მოქმედება მაშინ, როცა მოფიქრებისათვის დრო აღარ ჰქონდა. აი რა დასჭირდა მაკომბერს სრულწლოვანი რომ გამხდარიყო. სულ ერთია როგორც არ უნდა მომხდარიყო ეს. თავარია რომ მოხდა. უყურეთ ამ საწყალს, ფიქრობდა უილსონი. ბევრი მათგანი დიდხანს ბიჭუნება და რჩებიან. ზოგი მთელი სიცოცხლის მანძილზეც კი. კაცი 50 წლისაა, შესახედაობა კი ბიჭური აქვს. ყვადაღებული ამერიკელი მამაკაცი, ბიჭები. უცნაური ხალხია ღმერთმანი, მაგრამ ეს მაკომბერი მოსწონს უილსონს. უცნაურია მართლაც უცნაური. ამის შემდეგ ალბათ რქებს აღარავის დაადგმევინებს. რა სიზამ, კარგი საქმეა. ცუდი საქმე არ არის ეშმაკმა წაიღოს. საწყალს ალბათ მთელი სიცოცხლის მანძილზე ეშინოდა. არავინ იცის როდის დაიწყო მისი გამომაკაცება, მაგრამ ახლა კი დასრულდა. ვერ მოასწრო კამეჩების შეშინებოდა. ჯერ ერთი გაბრაზებული იყო, მერე კიდევ ავტომობილიდან ყველაფერი უბრალოდ გეჩვენება. ახლა ვეღარს დააკავებ. სწორედ ასევე იყო ომშიც. ეს უფრო დიდი ცვლილება ვიდრე უმანკოების დაკარგვა. შიში სადღაც გაქრა, თითქოს ამოკვეთესო. მის მაგივრად არის რაღაც ახალი, ის რაც ყველაზე მთავარია მამაკაცში. ქალები ამას გრძნობენ. შიში სადღაც გაქრა. ავტომობილის კუთხეში მიკუნჭული მარგარიტი ორივეს ათვალიერებდა. უილსონი არ გამოცვლილა, იგი ისეთივე იყო, როგორც წინა დღეს. მარგარიტმა იცოდა, რაში იყო მისი ძალა. ფრენსის მაკომბერი კი გამოიცვალა. ქალი ამასაც ხედავდა. თქვენთვის ნაცნობია სიხარულის შეგრძნება, როცა რაღაცას ელით, კითხა მაკომბერმა. თან თავის ახალ განწყობილებას აკვირდებოდა. ამაზე როგორც წესი არ ლაპარაკობენ, მეუღო უილსონმა. იგი სახეში უყურებდა მაკომბერს. მესმის, კაცმა თქვას მეშინიაო. თქვენ კი მერწმუნეთ კიდევ არაერთხელ შეგეშინდებათ. ხო, მაგრამ თქვენთვის ნაცნობია სიხარულის ის შეგრძნება, როცა წინ მოქმედება გელით. ხო, უთხრა უილსონმა. კმარა, რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი? შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. როცა რაიმეზე ბევრს ლაპარაკობენ, ყოველგვარი სიამოვნება იკარგება. თქვენ ორივენი ჩმახავთ, თქვა მარგარიტმა. სამ უმწეო ცხოველს მანქანით გამოენთეთ და თავი გმირებად წარმოიდგინეთ. გთხოვთ, მაპატიოთ, თქვა უილსონმა. მე მართლაც ზედმეტი მომევიდა. უკვე შეწუხდაო, გაიფიქრა მან. როცა არ გესმის რაზე ვლაპარაკობ, ნუერევი, უთხრა მაკომბერმა ცოლს. შენ უცებ საშინლად გულადი გახდი, ზიზღით, თქვა მარგარიტმა. ამ ზიზღს დამაჯერებლობა აკლდა, ქალს შიში დაუფლებოდა. მაკომბერმა მხიარულად და ძალდაუტანებლად გაიცინა.
შენ წარმოიდგინე თქვა მან, მართლაც გულადი გავხდი. გვიან ხომ არ არის? წარე თქვა მარგარიტმა. ქალი წლების მანძილზე ცდილობდა ყველაფერი რიგზე ყოფილიყო, ხოლო იმ ყოფაში, რომელშიც ახლა ისინი იყვნენ დამნაშავე, არც ერთი იყო და არც მეორე. ჩემთვის არ არის გვიან თქვა მაკომბერმა. მარგარიტს არაფერი უთქვამს, უფრო მიიკუნჭა მანქანის კუთხეში. მე მგონი დრო ამხნედ უთხრა მაკომბერმა უილსონს, თქვენ როგორ ფიქრობთ? ცალად უთხრა უილსონმა, ვაზნები დაგჭათ? მეთოფესა აქვს რამდენიმე ცალი. უილსონმა სუაჰილის ენაზე რაღაც დაიძახა. უფროსი მეთოფე, რომელიც გამეჩის თავს ატყავებდა, წელში გასწორდა. ჯიბიდან ვაზნების კოლოფი ამოიღო და მაკომბერს მიუტანა. მაკომბერმა შაშხანა გატენა, დანარჩენი ვაზნები ჯიბეში ჩაიწყო. თქვენ სპრინგფილდით უკეთ ისვრით, თქვა უილსონმა. შეჩვეული ხართ მანლიხერი მემსაიბს დაუტოვოთ მანქანაში. კონგონი შტუცერს წამოიღებს. მე ჩემს კარამბოლს ავიღებ. ახლა კი რასაც გეტყვით დაიხსომეთ. უილსონმა ეს ბოლოსთვის შემოინახა, რომ მაკომბერი არ დაეფრთხო. როცა გარეული კამეჩი ადამიანს თავს ესხმის, თავი წინა აქვს წაგრძელებული რქების ფუძე მთელ შუბს უფარავს, ასე რომ თავში სროლა უშედეგოა. პირდაპირ დრუნჩში უნდა მოარტყათ. თუ გვერდინად გახართ, მკერდში სროლაც შეიძლება. შეგიძლიათ აგრეთვე კისერში ან მხარში ესროლოთ. დაჭრილი კამეჩის მოკლა ძალზე ძნელია. ოიმბაზობას თავიანებეთ, ამოირჩიეთ ყველაზე მოხერხებული სროლა. მაშინ ასე კამეჩის თავი უკვე გაატყავეს, წავიდეთ. უილსონმა მეთოფეებს გადასწახა. ისინი ხელების წმენდით წამოვიდნენ ყველაზე უფროსი მანქანაში უკანიდან აწვრა. მე მხოლოდ კონგონი მომყავს, თქვა უილსონმა. მეორე აქ დარჩება, ფრინველებს დააქშევს. ავტომობილი ნელა გაგორდა ტყიანი კუნძულისაკენ, რომელიც მწვანე ენასავით გასდევდა მდინარის მშრალ კალაპოტს. მაკომბერს გული უძემდა, პირი გაუშრა, მაგრამ ეს შიში კი არა აღზნება იყო. აი ამ მტერში შესულა, თქვა უილსონმა და სუაჰილის ენაზე მეთოფეს უბრძანა კვალი მოძებნა. ავტომობილი მწვანე კუნძულს გაუსწორდა. მაკომბერი, უილსონი და მეთოფე მანქანიდან ჩამოვიდნენ. მაკომბერმა უკან მიიხედა და დაინახა ცოლი უყურებდა. გვერდით თოფიედო. ფრენსისმა ხელი დაუქნია, მაგრამ მარგარიტი არ გაეპასუხა. წინ ხშირი ტევრი იყო, სწრაფად მიაბიჯებდნენ მშრალ მიწაზე. კონგონი სულ გაოფლიანდა. უილსონმა ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა. მაკომბერი სულ ახლო ხედავდა მის წითელ კისერს. უეცრად კონგონი უილსონს რაღაც უთხრა და წინ გაიქცა. მომკვდარა, თქვა უილსონმა. სუფთა ნამუშევარია. ის შემობრუნდა და მაკომბერის ხელი ჩაბღუჯა. იმ წუთს, როცა ნეტარებით იღიმებოდნენ და ერთმანეთს ხელს მაგრად ართმევდნენ, კონგონიმ განწირული ხმით დაიყვირა. მათ დაინახეს, რომ მოხუცი ტევრიდან ცხრაფეხასავით გვერდულად და სწრაფად მორბოდა. უკან კამეჩი მოსდევდა, ნესტოები დაჰბეროდა, პირი მოემუწა და სისხლი ჩამოსდიოდა. უზარმაზარი თავი წაეგრძელებინა, პატარა სისხლიანი ღორის თვალები კონგონისთვის მიებჯინა. უილსონი ახლოს იდგა და დაჩოქილმა ესროლა. მაკომბერის გასროლის ხმა შტუცერის გრუხუნმა დაჰფარა. მან დაინახა, კამეჩის თავი შეტოკდა და შუბლიდან ფიქალისებური ნამსხვრევები ჩამოსცვივდა. უილსონს უკვე ვეღარ ხედავდა. გულდასმით დაუმიზნა და ესროლა. კამეჩი უკვე მიუახლოვდა. მისი თოფი უკვე კამეჩის სარქენლად წაგრძელებული თავის დონეზე იყო. მერე პატარა ბრაზიანი თვალები დაინახა. კამეჩის თავმა თანდათან დაბლა იწყო დაწევა. უცბად მაკომბერმა ტვინში დამაბრმავებელი ნათება იგრძნო. მეტი აღარაფერი უგრძნია. უილსონი გვერდზე გადგა, რომ კამეჩისათვის მხარში ესროლა. მაკომბერი ადგილიდან არ დაძრულა. დრუნჩში ესროლა კამეჩს, მაგრამ ცოტა უფრო ზევით ახვედრებდა, ვიდრე საჭირო იყო. ტყვიები კამეჩის მოლაპლაპე რქებს ხვდებოდა და ფიქალივით ფშვნიდა. მარგარიტმა დაინახა კამეჩისაც რქებზე ააგებდა მაკომბერს. ავტომობილიდან მანლიხერით ესროლა კამეჩს და მეუღლეს საფეთქელში მოარტყა. ფრენსის მაკომბერი პირქვე იწვა, ორიოდ ნაბიჯზე იმ ადგილიდან, სადაც კამეჩი ეგდო. მათ შორის მარგარიტი და ჩოქილიყო. გვერდით უილსონი იდგა. ნუ გადააბრუნებთ, თქვა მან. ქალი ისტერიულად ტიროდა. წადით, ავტომობილში ჩაჯექით, უთხრა უილსონმა. თოფი სადღაა? ქალმა თავი გადააქნია, სახე დაღმეჭოდა. კონგონი მიწიდან აიღო თოფი. ადგილზე დასდე, უთხრა უილსონმა და დაუმატა. წადი აბდულა მოიყვანე, დაგვემოწმება. უილსონმა ჩაიჩოქა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ფრენსის მაკომბერს მოკლედ შეკრეჭილ თავზე გადააფარა. მშრალი ფხვიერი მიწა სწრაფად იწოვდა სისხლს. უილსონი იდგა გვერდზე დაგორებულ კამეჩს და ხედა, რომელსაც ფეხები გაეწვართა. მუცელზე მეჩხერ ბალანში ტკიპები დაცოცავდნენ. ზორბა კი აეშმაკმა წაიღოს, ავტომატურად აღნიშნა მისმა ტვინმა. 50 დუნჯზე მეტი თუ არა ნაკლები არ იქნება. უილსონმა მძღოლს გასწახა. უბრძანა მიცვალებულისათვის მოსასხამი გადაეფარებინა და იქვე დარჩენილიყო. მერე ავტომობილისკენ გაემართა, სადაც ქალი კუთხეში მიკუნჭული ტიროდა. კარგი საქმე კი გააკეთეთ, უთხრა მან სრულიად გულგრილად. ის თქვენ აუცილებლად მიგატოვებდათ.
გაჩუმდით, თქვა ქალმა. რა თქმა უნდა, ეს უბედური შემთხვევაა, უთხრა უილსონმა, კარგად მესმის. გაჩუმდით, თქვა ქალმა. ნუ სწუხართ, უთხრა უილსონმა. დიდი უსიამოვნება გელით, მაგრამ მე რამდენიმე სურათს გადავაღებინებ, გამოგადგებათ. მეტოფეების და მწყოლის დაგემოწმებიან. გაჩუმდით, თქვა ქალმა. ბევრი წვალება გადაგხვდება, უთხრა უილსონმა. ტბაზე მანქანაოდა გაუგზავნოთ, რომ იქიდან თვითმფრინავი გამოიძახონ. თვითმფრინავი სამივეს ნაირობში ჩაგვიყვანს. რატომ არ მოწამლეთ? ინგლისში ასე იქცევია. გაჩუმდით, გაჩუმდით, გაჩუმდით და იყვირა ქალმა. უილსონმა შეხედა მას თავისი გულგრილი ცისფერი თვალებით. მეც აღარაფერს გეტყვით, უთხრა მან. ცოტა არ იყოს გაუბრაზდი თქვენი ქმარი, ის იყო სულ უფრო და უფრო მომწონდა. ო, გთხოვთ, გაჩუმდით, თქვა ქალმა. გთხოვთ, გთხოვთ, გემუდარებით. ასე ჯობია, უთხრა რობერტ უილსონმა. გემუდარებით. ასე ბევრად უკეთესია. ახლა კი გავჩუმდები.